this is great tournament about China. It's a very beautiful country and Beijing is very beautiful. Ana გამომდინარე იქიდან რომ პირველი თამაში იყო ჯგუფის და ტურნირის პირველი თამაში იყო რთული იყო ფსიქოლოგიურად მიუხედავად ამისა შევძელით რომ პირველ ნომრად გვეთამაშა ქონდა საგველი მომენტები თუმცა იქიდან გამომდინარე რომ საგველი მომენტების რეალიზაცია ვერ მოვახდინეთ ჯგუფის სხვა თამაშები და ასე ვთქვათ პლეიფის თამაშები უფრო კარგი იქნება და უფრო საინტერესო იქნება და ნებისმიერი გუნდი ვინც იღებს მონაწილეობას ამ ტურნირზე ექნება იმის შესაძლებლობა რომ მიიღონ გამოცდილება და განვითარდნენ ის რაც აქ ხდება და რაც რამოდენიმე დღეში დავინახეთ, ყველაფერი უწყობს ხელს იმას, რომ ფეხბურთი განვითარდეს და როგორც საკუთარ ქვეყნებში, ასევე საზღვარგარეთაც ყავდეს მოთამაშეები, ვის ქვეყნიდან გარეთ გავლენ და საკუთარი ქვეყნის სახელს გაიტანენ სხვადასხვა სოფლის სხვადასხვა ქვეყნებში.